ვაშინგტონმა ივანიშვილი რუსეთის აგენტების წინააღმდეგ შექმნილი აქტით დაასანქცირა. ამ სიაში ოლიგარქს საქართველოდან ოთარ ფარცხალაძე დახვდა. განკარგულება 14024 მიზანში იღებს პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში და ეს ყველაფერი კრემლის სასარგებლოდ. ოპოზიციონერები და ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ვაშინგტონმა ივანიშვილს, რომლის ქონება რეკორდულ მაჩვენებელზეა, დაუწესა ყველაზე ტოქსიკური სანქცია. დარწმუნებულები არიან, რომ ოლიგარქის ბედის გაზიარების შიშით დაიწყო საერთაშორისო ფინანსური სისტემისგან მისი სრული იზოლირება. რეჟიმი კი დაბნეულია განსაცდელი და ჯილდო. ოლიგარქის პარტიაში ვერ ჩამოყალიბდნენ, როგორ შეაფასონ ამერიკული სანქცია ივანიშვილის წინააღმდეგ. სალომე ლაბაძე აგრძელებს თემაზე საუბარს ფორმულას პირდაპირ ეთერში. ამერიკის შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ქონების სრულად დაკარგვისგან უკვე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს და ეს სანქციების ოჯახის წევრებზე გავრცელება. ამ დროისთვის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად ივანიშვილი პერსონალურადაა სანქცირებული, რაც ეკონომისტების განმარტებით ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი გლობალური ფინანსური სისტემიდან პრაქტიკულად ამოირიცხა და ამასთან ის ფინანსური თვალსაზრისით კეთროვან ფიგურად გამოცხადდა, რადგან მასთან ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობა უკვე ამ ურთიერთობაში ჩაბმული ნებისმიერი აქტორისთვისაც შეიძლება აღმოჩნდეს ზიანის მომტანი და ამას შესაძლოა გამოიწვიოს სანქციების მათზე გავრცელებაც. რატომ არ შეეხნენ ამ დროისთვის ივანიშვილის ოჯახის წევრებს და ასევე მათ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ივანიშვილის ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ აქ აქვს განთავსებული, თუმცა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მჭიდროდ დაიკავშირა საქართველოს ეკონომიკა, ეს სპეციალისტების განმარტებით გამოიწვევდა საქართველოს ეკონომიკის სრულად ჩამოშლასაც. ამიტომ სავარაუდოა, რომ ყოფილმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, რომელიც ამ სტატუსს უკვე სწორედ ივანიშვილის პოლიტიკის გამო აღარ ატარებს, გაითვალისწინა ეს მოცემულობაც. თუმცა ეკონომისტები ამბობენ იმასაც, რომ ირიბ გავლენას ქართულ ეკონომიკაზე და შესაბამისად საქართველოს რიგით მოქალაქეზე ივანიშვილის სანქცირება მაინც მოახდენს და ეს როგორც მინიმუმ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუარესებს. ივანიშვილმა ფაქტობრივად მიიღო პერსონალური სანქცია და დაენგრა რეპუტაცია, ის არის განდეგილი და გარიყული მთელი მსოფლიოს ფინანსური სამყაროდან როგორც ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი და მას ფაქტობრივად პირადად არც ერთი საკეტო ბარათიც კი არ ექნება, ან გადარიცხვის უფლებაც კი არ ექნება როგორც ადამიანს, მაგრამ ჯერჯერობით არ შეეხნენ ბიზნესს. სანქციები არ ვრცელდება ოჯახის წევრებზე, განსხვავებით ზოგიერთი რუსული სანქციისა და მისი ოჯახის წევრებზე არის გადაფორმებული 99.9% ქონება, განსაკუთრებით შვილზე, შვილი, იმიტომ რომ ქართულ ფონდშია ყველაფერი თავმოყრილი და ქართულ ფონდი ეკუთვნის ერთ-ერთ შვილს, რომელსაც ჰქვია უტა. არ შეეხო ქართულ ფონდს, არ შეეხო ქართულ ბანკს, არ შეეხო ისეთ ბიზნესებს, რომელშიც ის ფლობს 50% წილს, მაგრამ არსად მასეთი არ არის, ვინაიდან მოასწრო და ყველაფერი გადამალა და ოჯახებზე გადაიტანა. ამის შემდგომი ეტაპი რა შეიძლება იყოს? თუ მან კვლავ ასე გააგრძელა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე შეეხებიან ოჯახსაც და ბიზნესსაც. ამიტომ ყურებით აყავ დაჭერილი მარტივად, რომ თქვათ, მას აქვს ორი არჩევანი, უნდა აირჩიოს ამ ფული ან ძალაუფლება. ორივე ერთად რაც დღემდე იყო არ გამოდის. თუ ჭკუით არ მოიქცევა, მაშინ მთელი მისი ბიზნეს და ფინანსური იმპერია ჩამოენგრევა. საკმარისი ოჯახის წევრები დასანქცირდნენ და ყველაფერი ინგრევა, მაგრამ სამწუხაროდ ამას იქნება დომინოს ეფექტი და ასეულობით ქართული კომპანიებიც დაზიანდებიან და ამიტომ იკავებენ თავს სწორედ იმის გამო, რომ მას ირიბა ძალიან მძიმე გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, მაშინ აქამდეც მივლენ. რიგით მოქალაქეზე ეს დღეს და ხვალ ამას შეიძლება ვერ მოახდინოს გავლენა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს მთლიანად ეკონომიკაზე ირიბად მოახდენს გავლენას და ცხადია, რომ რიგით მოქალაქესაც შეეხება. ანუ პირობითად თუ სხვა თანაბარ პირობებში რო არ დაესანქცირებინათ, პირობითად ეკონომიკა გაიზრდებოდა რაღაც X%-ით, ეს ეკონომიკა უფრო ნაკლები პროცენტით გაიზრდება, ან შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეიქმნას. პირველ რიგში ეს ირიბად ეხება ბანკებს, საფინანსო სექტორს, ვინაიდან მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება აი ამ ხელა რისკის პირობებში, რამდენად ღირს ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების, რომელიც ხორციელდება მისი გარემოცვისა და ნათესავების მეშვეობით,
იურიდიულად ხორციელდება ყოველ შემთხვევაში, რამდენად ღირს ასეთი ბიზნესების დაკრედიტება, ხო? ამ ბიზნესებს ყავთ საერთაშორისო პარტნიორები, ადგილობრივი პარტნიორები, რამდენად უღირთ იმათ ასეთ ბიზნესებთან მომავალში ეკონომიკური ურთიერთობების დაჭერა. ეს მათ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე მინიმუმ მომავალში მოახდეს გავლენას, რაც ჯამში მომავალში ასევე ეკონომიკაზე მოახდეს გავლენას. გარდა იმისა, რომ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი მძიმე ფინანსური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მძიმეა ის ბრალდებაც, რომელსაც დაეყრდნო კიდეც ეს სანქცია და რეჟიმის მოწინააღმდეგებისთვისაც უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სწორედ ამ გადაწყვეტილების ეს სამართლებრივი საფუძველი. სამართლებრივ საფუძველს კი წარმოადგენს ბრძანება ნომრით 14/24, რომელსაც ქართული საზოგადოება უკვე იცნობს, რადგან ბიძინა ივანიშვილამდე ეს ბრძანების საფუძველზე შეერთებულმა შტატებმა უკვე დაასანქცირა ოთარ ფარცხალაძე. ეს ბრძანება კი თავისი შინაარსით გულისხმობს მოქმედებას რუსეთის აგენტების წინააღმდეგ, ანუ გულისხმობს ზომების მიღებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ეხმარებიან რუსეთის ფედერაციას და რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა თუ ინსტიტუტებს, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე საზღვარგარეთ. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გუშინდელი სანქციების გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ივანიშვილი ემსახურება რუსულ ინტერესებს, რუსულ სარგებელს და რომ ის არის რუსული გავლენის აგენტი საქართველოში. ეს არის სწორედ ამერიკული სანქციების სამართლებრივი საფუძველი. ივანიშვილს ასევე დაებლოკა წვდომა სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისაღებ ასეულობით $1,000,000. ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაქცია ტოტალურ ფინანსურ იზოლაციაში და რამდენი ქეშიც არ უნდა ჰქონდეს მას განსაკარგად, ამგვარ ტოტალურ ფინანსურ იზოლაციაში, სადაც ის ვერ ისარგებლებს ვერც ერთი საბანკო მომსახურებით, სადაც აღარც ერთი მისი აქტივი ლიკვიდური აღარ არის, ის დიდხანს ნამდვილად ვერ გაძლებს. მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა მისი ოჯახის წევრების სანქცირების მიზნით, იმისთვის, რომ ივანიშვილმა არ შეძლოს ამერიკული სანქციებისთვის თავის არიდება ოჯახის წევრების გამოყენებით. ვიცით მათ შორის, რომ მისი ქალიშვილი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქვს გარკვეული ბიზნესები და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ამ სანქციების გაფართოვებაზე. დაუღალავმა შრომამ, როგორც იქნა გამოიღო მიზანი, რომელიც არის უდიდესი წნეხი ივანიშვილზე, რომელმაც საბოლოოდ აუცილებლად უნდა აიძულოს ივანიშვილი ჩანიშნოს ახალი არჩევნები, ის მოთხოვნა, რითიც საქართველოს მოქალაქეები ერთი თვეა პროტესტის ნიშნად დგანან ქუჩაში. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული დარტყმა ფინანსური თვალსაზრისით, მისი აქტივების დასანქცირების თვალსაზრისით, მაგრამ სამარცხვინოა, როცა გასანქცირებს პარტნიორი ქვეყანა, რომ შენ ხარ რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და საქართველოს განვითარებას, მის ევროატლანტიკურ მისწრაფებას, კონსტიტუციას ხელს უშლი. და არ ღვევ მას. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი. გახსოვთ რუსული კანონის შემოღების დროს ამ ხმაურში როგორ შემოაცურეს ოფშორების კანონი, ხო? ეს ყველაფერი ეს ადამიანი ამ ქვეყანას ხო უყურებს როგორც თავის კომპანიას, შიპუს გონია. ხო და შიპუს არ არის ეს ქვეყანა, ეს ქვეყანა არის მაგარი ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილები რაც ამ დიდი ფული კონდეს მას. ესეთი ეპოპეები დამთავრდა. დღეს დაუმთავრეს მას და ეს ხო გაგრძელდება კობახიძეზე, გაგრძელდება კალაძეზე და ყველა იმ ანტიქართველ ესე ვთქვათ მოღვაწეზე, რომელიც ქართველი ხალხის წლევანდელს კი არა ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება. თვითონ ის ეგზეკუტივ ორდერი როგორ არის აღმასრულებელი ბრძანება პრეზიდენტის, რომლის ქვეშაც მოხდა ამ შემთხვევაში ივანიშვილი, ის ეხება რეალურად რუსეთის აგენტებს, რუსეთის გავლენის აგენტებს. სათავეც კი ეგეთი აქვს რუსეთის საზიანო საგარეო გავლენასთან დაკავშირებული აღმასრულებელი ბრძანება. ერთადერთი რაც არის იქ არის ის, რომ გარკვეული გამონაკლისები აქვს დაშვებული კონკრეტულად ივანიშვილისთვის. მე რამდენადაც წავიკითხე და გავიგე, ჯერჯერობით არ ეხებიან მის გარკვეულ კომპანიებს და არ ეხებიან მის ოჯახის წევრებს. ანუ არც ისეთ რა წერია, რომ არ ეხებიან, იმიტომ რომ შეუძლიათ რომ ეგრევე შეეხონ თუ მოინდომებენ, თუმცა გამონაკლისებში რაღაც ეგეთი ჩამონათვალი არის, მაგრამ ნუ ეგ ნიშნავს სერიოზული რისკის ქვეშ არის მისი ყველა აქტივი, რომელიც მის სახელზე არის და ერთი ნაბიჯიც არ არის. მესამედი ნაბიჯი აქვს დარჩენილი იქამდე, რომ ყველაფერს შეეხონ საერთოდ რასაც მისი ოჯახის წევრები ან თვითონ ფლობს, ან მისი კომპანიები ფლობენ.
რაც შეეხება ქართული ოცნების რეაქციას, უსიამოვნო გზავნილი პარტიის დამფუძნებლის საპატიო თავმჯდომარის და რეჟიმის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ ოცნების სხვა ლიდერებს დაეწიათ იმ ღონისძიებაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის მიერ იმართებოდა და რომელსაც ასევე ესწრებოდა ირაკლი კობახიძეც. სწორედ ირაკლი კობახიძემ როგორც კი მიიღო გზავნილი ივანიშვილის სანქცირების შესახებ, დაურეკა ოლიგარქს და მედიასთანაც სწორედ ოლიგარქთან სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ გამოჩნდა. კობახიძის პირით კი ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ას თითქოს არ ადარდებს ამერიკის მიერ დაწესებული ეს ფინანსური სანქცია და მეტიც ოლიგარქი გვეუბნება, რომ ის ამ ზომას აღიქვამს არა სასჯელად, არამედ ჯილდოდ. მე მქონდა საუბარი ახალხანს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული 3 წელი იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, ახლა უკვე ამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია, არაფერი განსაკუთრებული, ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. ეს ადამიანი საქართველოში მოღვაწეობის დროს მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი, უამრავი საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული. ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დაალაგდება. როგორც მოისმინეთ, ივანიშვილის პარტიელები არ კარგავენ იმედს, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამას ასე ამბობენ, რომ ისინი მაინც მოახერხებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დაალაგებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ საიმედო პერსპექტივა არც ამ თვალსაზრისით იკვეთება ივანიშვილის პარტიისთვის და ამაზე მიუთითებს სწორედ ჯო უილსონის აქტიურობა, ტრამპის ახლო გარემოცვის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც ამავე დროს არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და მეგობარი აქტის ავტორი, ქართულ ოცნებას უანონსებს ტრამპის მხრიდანაც მკაცრ რეაგირებას იმ შემთხვევაში, თუ 29 დეკემბრამდე პერიოდში, ანუ ხვალამდე ბიძინა ივანიშვილი არ იტყვის უარს საქართველოში დემოკრატიის დასამარების მცდელობაზე. ასეთ შემთხვევაში, როგორც ექსპერტებიც განმარტავენ, მოსაოდნელია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია არათუ გააუქმებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულს, არამედ ამ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მკაცრ შინაარსს შესცენს და არ არის გამორიცხული საქმე უკვე მივიდეს სწორედ ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირებამდეც.